შუა დღემშვიდობისა ყველას მოგესალმებით მეგობრებო. ესე იგი, გუშინ მე დაკვირდით, რომ გეტყოდით აუცილებლად თუ რომელი უნარი გააჩნია ადამიანს, რომელიც თვითონ არა, მაგრამ მის გამო ყველა სხვა საუბრობს, რომ შავი თეთრია და თეთრი შავია. სწორედაც ამაზე ვისაუბრებთ დღეს, რომელი უნარია ის, რომელიც თეთრს აქცევს შავად და შავს აქცევს თეთრად. ძალიან მარტივია, მეგობრებო. ეს არის მე შეცნობა. ფენომენი მე არის ძალიან დიდი მეცნიერება, რომელიც პრინციპში მხოლოდ შეიცნობა ქართული ანბანით. სხვა შემთხვევაში მეცნიერება არის მხოლოდ სიტყვა, რომელსაც ადამიანები უწოდებენ რაღაცის გამოკვლევას, დეტალურად გამოკვლევას, აი მაგალითად როგორ იზრდება ხე, რა არის ბუნება, რა არის ცა, რა არის მატერია და ასე შემდეგ, მაგრამ თუკი ჩვენ განვიხილავთ ამას სიტყვის მეშვეობით, თავდაპირველი სიტყვის მეშვეობით, ხო? მაშინ ჩვენ ვნახავთ, რომ მეცნიერება სულ სხვა რამეა, ვიდრე მხოლოდ რამის დეტალურად განხილვა. მაგალითად, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ მეცანი, ხო? ანუ მეცანი, მეცნიერი. ჩვენ მისი მნიშვნელობითი დატვირთვა მხოლოდ შეგვიძლია გამოვიძიოთ ქართული ანბანით, თუ რას ნიშნავს მ და რას ნიშნავს ე. თუ ჩვენ არ გვეცოდინება რას ნიშნავს მხოლოდ ეს ორი ასობგერა ერთად და დამდგარი მ და ე, მაშინ ჩვენ რა თქმა უნდა გამოვიგონებთ სხვადასხვა აზრებს, სხვადასხვა თვისებებს მივაწერთ მას, მაგრამ რეალურად რა არის ეს? მხოლოდ და მხოლოდ გახსნის ქართული ანბანი და ეს არის მანი და ენი. ემანუელ არის ჩვენთან არს ღმერთი, მეგობრებო, სიტყვა და სიტყვაში არის უკვე მან, რომელიც არის ღვთის აღნიშნელი სიტყვა, ჩვენთან არს ღმერთი, ემანუელ. ღმერთი არის ელი, ე არის შემცველი კომპონენტი, რომელიც შეიცავს ჩვენთან, მანუ სავარაუდოდ არის არს. ანუ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან არის არსებითი, ანუ არს გამომხატველი ზმნა, რომელიც მიგვანიშნებს იმაზე, რომ არს, რაღაც არს. ანუ მ, ანუ და ენი. თუ მან ენი არის არს ენა, მაშინ ისევ და ისევ სიტყვისა და ენის არსში გვახედებს სიტყვა მე. და ქრისტე არაერთხელ იწყებს ხოლმე ასე საუბარს. მე გეტყვით თქვენ. ჭეშმარიტად გეტყვით თქვენ, ჭეშმარიტად გეტყვით თქვენ, მხოლოდ იმ დატვირთვით, რომ მე გეტყვით თქვენ. და სწორედაც როდესაც ქრისტე იწყებს ფრაზებს ამ სიტყვით მე გეტყვით თქვენ, მასში არის მოთავსებული არსის ენა, ენის არსი, ანუ ენა გეტყვით თქვენო და არა პირადად პერსონალურად მე გეტყვით თქვენო. რას გვეტყვის მე და როგორ შეუძლია ამ ფენომენს, როგორიც არის, ესე იგი, არის ფიზიკური ველი, არის მენტალური ველი, არის ასტრალური ველი და არის კიდევ ერთი ფენომენი, რომელიც ჩვენ გამოგვჭა, ეს არის მე. მე არის საერთო, რომელისგანაც შეიქმნა ეს მატერია და სხვათა შორის დღეს გქონდა საუბარი ერთ-ერთთან, რომელიც ამ საკითხზე ამბობს, რომ ორი მატრიცა არსებობს და ერთი ღვთიური და ერთი
დაცემული, მე მინდა ვთქვა, რომ ყველა მატრიცა არის მახე, სულ ერთია, ამას ეწოდება ღვთიური თუ დაცემული, ყველა მატრიცა მახია და აი ამ მატრიცებში მეგობრებო ჩვენი ნებით თუ არა ნებით, ანუ ამას ვერ გავიგებთ ჯერჯერობით, როგორ მოვედით ამ დედამიწაზე, თუ კი ჩვენ არ გავიგებთ ჩვენს მისიას. ჩვენი ნებით, ზოგი არანებით მოვედით, რომ ამ მატრიცაში ჩვენ გამოვთქვათ სიტყვა, რომელიც იყო თავი და პირველად, ანუ თავისა და პირის ველად იყო. და თავდაპირველად რომელი სიტყვაც იყო ამ სიტყვასთან მიახლოება და დაახლოება, შეგვიძლია სწორედაც აი ამ ენის მეშვეობით, ამ ენის მეშვეობით. თუ კი მე იტყვის, რომ გათენდა, ამოვიდა მზე, ნათელია, აღარ ბნელა. მაშინ დაერქმევა ამას, რომ აქ არის ნათელი. ხოლო თუ კი ამ ნათელს შემოატრიალებს მე და იტყვის, დაღამდა, ვეღარ ხედავს თვალი, მიუხედავად იმისა, რომ მზე ანათებს, მაშინ ამას დაერქმევა ბნელი. ხო? დაბნელდა. გაჩნია მხოლოდ მეს, რას იტყვის ის, რა მნიშვნელობას მიანიჭებს. დანარჩენი ფიზიკური, მენტალური და ასტრალური ველი შეგვიძლია ამოვაყირავოთ და დავაყენოთ თავზე, სწორედ ამ მეს მეშვეობით, ან გავასწოროთ და მივანიჭოთ ის სივრცე, რომელიც მას აქვს. მაგალითად, მზეზე ვთქვათ არის ნათელი, ბნელზე ვთქვათ არის ბნელი. სინათლეზე ვთქვათ არის სინათლე, სიბნელეზე ვთქვათ არის სიბნელე. მაგრამ თუ კი გადაწყვეტს მანუ ენი, ანუ მე, ის მე, რომელიც ამ ვითარებაში ძალმოსილია, ამ შემთხვევაში ძალმოსილები არიან ისინი, ვინც მისი სიტყვით ზეგავლენას ახდენენ მასებზე, ესენი არიან ძირითადად მღვდლები, ამას ვერ ვიტყვით პარლამენტარებზე, პარლამენტარები უფრო ძალისხმევით ახდენენ ისინი გავლენას, ხოლო სიტყვის მეშვეობით ახდენენ ღვთისმეტყველი, ანუ მამები, ესე რომ ვთქვათ, ჭყალებში ჩავსვათ მღვდლები და ასე შემდეგ. ისინი გავლენას ახდენენ სიტყვის მეშვეობით, სავარაუდოდ მეს მეშვეობით ისინი ახდენენ გავლენას მასებზე და როგორც დაუსახავენ ისინი ხალხს რეალობას, ისე იქნება. მაგალითად, თუ კი ამბიონებიდან ისინი იქადაგებენ, რომ მადლობა ქართველებო, რომ მეორედ მოსვლა გადადეთ, მასა იფიქრებს, რომ ეს კარგი ამბავია და ასე ამბობს ამბიონზე ამაღლებული პირი, რომელიც არის მეს მომცველი, ანუ მანუსა და ენის მომცველი, მას შეიძლება კიდევაც ეწოდოს მეცანიერი, ანუ მეცნიერი და მასა დაიჯერებს იმას, რომ ბნელი არის ნათელი, ნათელი კი ბნელი. ამიტომ ჩემო მეგობრებო, მე ამას ვუწოდებ უნარს, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი უნარი არის, რომელიც ღმერთმა დაარსა და სულიწმინდის, ანუ იგივე ღმერთის გარეშე აბსოლუტურად არაფერი არ ხდება ამ დედამიწაზე, არც ერთი ნაბიჯი, არც ერთი სუნთქვა, არც ერთი ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა, სიტყვის გამოთქვა არ ხდება. მაშასადამე ჩვენ თვითონ ვირჩევთ თუ რომელ მეში ვცხოვრობთ, ანუ რომელ მანუ ენში ვცხოვრობთ. მანუ ენი თვითონ, ხო? მანუ ენი, მან ენი, ხო? იგივე არის მანარ ენარი. მანარ ენარი არ არის უნარი, მაგრამ არის მანარი და ენარი. უნარი კი არის უკვე ის დაბოლოება, რომელიც არის წრეს შიგ თავში, ასევე გარე თავში. უნარი. იმიტომ რომ ის არის უსნარი. უ არის წრე და მასში მოთავსებული სივრცე გამოყოფილი გარე მოთავსებული სივრციდან. თუმცა უნს აქვს შემსვლელი და გამსვლელი კარი, ხოლო მასში შიგ თავში მოთავსებული სივრცე კვლავ გვაჩვენებს, რომ არის ამოყირავებული ენა.
რა უნდა გაკეთდეს, რომ უნარი, რომელიც არის მან არი და ენ არის მატარებელი, კვლავ გასწორდეს. ამისათვის საჭიროა ადამიანს ჰქონდეს თვალი, ყური და ის გონება, რომელზეც ქრისტე საუბრობს, გული გონიერი. სად თავსდება ენერგი? სად თავსდება ენერგი, მეგობრებო? ის უნარში თავსდება თუ გულში? ამას თქვენ დაგიდოვებთ გასასჯელოდ, უბრალოდ გამოცანად. და გამოიცანით თუ სად თავსდება ენერგი, ხო? რასაც ჩვენ ვუწოდებთ ენერგიაო, ხო? თვითონ ენერგი, თვითონ ენის ენერგი, ანუ ენარის ენერგი, ენარაენის ენერგი, ხო? გავშალოთ და გავშალოთ, მივალთ ენარაენამდე. მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს სრულიად კაცობრიობისთვის, რამე თუ ცხოველისაგან ადამიანი გამოიყოს სწორედ მეტყუელების მეშვეობით. არა მეშვეობით, რომ მას აქვს ენა, არამედ მას აქვს მეტყუელი. ჩვენ გვაქვს აქ ტყუელზე საუბარი და წინ ერთვის მე. ანუ მანარ ენარი ტყუელზე საუბარი. რა არის ტყუ, მეგობრებო? ტყუ თვითონ თავის არსში, რომ გავშალოთ, არის ტანის, ყარი და უნი. ტანი, ყარი, უნი. ტანყარუნი, ხო? მაგალითად, შეიძლება ვერ მივხვდეთ რას ნიშნავს ტანი, კაი, გავიგეთ, ტანი ვიცით რა არის, ყარი, არ ვიცით რა არის, მაგრამ უნი, არც უნი არ ვიცით რა არის, ხო, ზოგიერთებმა. მოდი ავხსნათ ახლა რას ნიშნავს ყარი და უნი. უნი, მეგობრებო, თვითონ სიტყვაში რომ გაშალო, პირდაპირ გეუბნება რაც არის, ის არის უნარი, ანუ უნარი. ტანის ყარ უნარი, მეგობრებო, ტყუ ელზე რო გვაქვს საუბარი, ტ და ყ უ ელზე რო გვაქვს საუბარი, ეს არის ტან ყარ უნარიო. გესმით? აი ეს ყარი რა არის, ეს უნდა გავიგოთ ახლა ჩვენ. რატო გვეუბნება ეს ტანი უნართან, რატომ უნდა ვყაროთ, ხო? აი წილყრა, რაღაცის ყრა, ტლინკების ყრა, ტანის აყრა. რაღაცა ყრაზია საუბარი, ანუ ყარე, რა უნდა ვყაროთ, ან რა არის ყარი? ყარი რა არის, ხო, თქვათ. როდესაც ჩვენ ტყუელზე გვაქვს საუბარი, ანუ მე ტყუელზე გვაქვს საუბარი, ეს არის ისევ და ისევ უკავშირდება ენას უკავშირდება და არა უნარს. მეტყუელი, როდესაც ჩვენ შემოდის ჩვენ ცნობიერებაში და გავშიფრავთ ამას, ჩვენ გვაქვს ესეთი საკითხი, რომ ტანი, ყარი და უნარი, ტანყარ უნარი. მაშასადამე ტყუელი არის ის მატრიცა, რომელშიც ჩვენ მოგვათავსა იმ რაღაცა განგებამ, რომელმაც შექმნა თავდაპირველად სიტყვა, ხო? თავდაპირველად სიტყვა ვინ შექმნა, მეგობრებო? ღმერთმა, ასე ამბობენ, ხო? ეს ღმერთი რაღა არის? მოდი აბა ჩავიხედოთ სიტყვაში და აქაც მეორევია რაც უნდა გასაკვირი იყოს, ღანი მე და ერთიო და მოდი გავიგოთ ეს ღანი რაღა არის. ღანი არის, მეგობრებო, ზუსტად ის ღს თუ ღანი ქვია, მაშინ ღანს ქვია ღანარი, ღანარს ქვია ღანარაენი და აი ღანარი არის თუ არა უნართან კავშირში? ღანი არის დროსთან კავშირში, მეგობრებო. დრო, რომელიც აჩენს მატერიას. თუ დრო არ გვაქვს, ჩვენ მატერიას ვერ ვხედავთ. მატერია ჩანს მხოლოდ დროის რაღაცა მანძილზე, რომელი მანძილიც არის, აი ვთქვათ, 0-დან 100 წლამდე, ვთქვათ, ან 0-დან 1000 წლამდე, ან 0-დან 1 წლამდე. ღანი, თვითონ ღანარი, ღანარაენი, ხო?
არის დროის აღმნიშვნელი, რომელიც გამოჩნდა რაღაც დროში. Manus ენი, ანუ მან ენი გამოჩნდა რაღაც დროში, რომელიც ის ჩემთან ერთიაო, გვეუბნება თვითონ სიტყვა ღმერთი, ხო? ღმერთი არის ისევ და ისევ მეტყუელი. ტყუელია, მეგობრებო, რომელიც არა მხოლოდ ტყუის, არამედ მეტყუელებს, ანუ ლაპარაკობს. ანუ ისევ და ისევ მივალთ იქ, რისგან გამოვიყავითო ჩვენ რა გითხრა წმინდა წერილებმა, ცხოველისგან, ადამიანი რისგან გამოიყო, რითი გამოიყო, მეტყუელებით, ხო გესმით და აი ეს მეტყუელება გვაძლევს ჩვენ იმის საშუალებას, რომ თქვათ, დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი. ერთხელ, როდესაც ჩემი აი ამ წიგნის თინეიჯერის დღიურებიდან რამდენიმე მოთხრობა წავაკითხე საპატრიარქოს ფსიქოლოგს, მან ასეთი რაღაც განმიცხადა. თქვენ მიაღწიეთ ადამიანის ცნობიერებას. თქვენ ჩახვედით ადამიანის ცნობიერებაში. და მაშინ ვერ გავიგე, რას ნიშნავს ეს ადამიანის ცნობიერება და შემდეგ მოაყოლა ეს, რომ ადამი არქმევდა ყველაფერს სახელებს. ადამი ჭრეტდა 1000 წლით ადრე და არქმევდა ყველაფერს თავის სახელს. მაშასადამე ყოფილა ადამი მეტყუელი. დიახ, ადამი ყოფილა მეტყველი, რომელმაც დაგვისახა, რომ აი ამას ქვია სახლი, ამას ქვია ყურძენი, ამას ქვია ხე, ამას ქვია მიწა, ამას ქვია მზე და ასე შემდეგ. ნებისმიერი ჩვენი მოქმედება, რომელიც შეისწავლის, რომ რას რა ქვია, სხვადასხვა ენებზე, შეგვიძლია ავიღოთ და გადავაკეთოთ და ვთქვათ, რომ იცით რა, მე მომბეზრდა მზეს ვუწოდო მზე და ახლა მე მსურს რომ მზეს ვუწოდო კვატა, და კვარატა, მაგალითად, ხო? აი ესეთი ჩინური გამოთქმის რაღაცა იაპონურ ჩინურიანი ენის მსგავსება რაღაც კვატა, ტარატა, კვატა, ხო? იქნება თუ არა მზე დაკარგავს თუ არა მზე თავის ფუნქციას ამით? ჩვენ ეს ჯერ არ ვიცით, იმიტომ რომ არ გამოგვიკვლევია. არ გამოგვიკვლევია ის, თუ კი ჩვენ რაღაცას სახელს გადავუკეთებთ, იცვლის თუ არა ფორმას, ესა თუ ის საკითხი, მაგალითად შეიძლება თუ არა მზე. დიახ, მეგობრებო, თუ თქვენ არ გამოგიკვლევიათ, მე პირდაპირ გეტყვით, რომ თუ კი ქართული ენა გაქრება აბსოლუტურად ყველა ის, რაც დაისახეს, მიზანი ის, რომ მატერია არსებობდეს, ანუ მატრიცა არსებობდეს, ყველაფერი ის გაქრება, რაც მატრიცაში ჩაიწერა. თუ კი ქართული ენა გაქრება ყველაფერი. როგორ არის ნათქვამი? თუ ფუტკარი აღარ იქნება, 5 წელში დაიღუპება დედამიწაო, ხო? ფუტკარზე მატერიალური გამოიკვლიეს, მაგრამ აი მე გეუბნებით, რომ მენტალურ და ასტრალურ საკითხებში, რომელი ფიზიკური ველიც არ არსებობს უბრალოდ, ხო? ანუ მენტალურს ფიზიკურში ვერ განახებ, მაგრამ ფიზიკურს განახებ, აგიხსნი მენტალურად. მაგრამ ის თუ მენტალურში თუ არ გამოვთქვი, მე შენ ვერ დაგანახებ ვერაფრით. ამიტომ მენტალურსა და ასტრალურს სჭირდება ენა, რასაც ეწოდება, მეგობრებო, ეზოთერიკა. ანუ ამ ეზოთერიკას, როდესაც მღვდლები მოიხსენებენ ძალიან ცუდად, ესე იგი მათ ეშინიათ შინაგანში ჩასვლა, იმიტომ რომ ეზოთერი არის შინაგანი ტერა, შინაგანი სამყარო და შინაგან სამყაროში მოგზაურობას თუ გვიკრძალავენ და ამას აბსურდულად მოიხსენიებენ მეტყუელები, ანუ ისინი, რომლებიც ამბიონებზე დგანან, უკვე თქვი, დავარქვი მათ თავიანთი სახელი მეცნიერები, ანუ მეცნიერები და არა მამები.
მაშინ ისინი პირდაპირ მნიშვნელობით ჩვენ გვეუბნებიან, რომ ნუ ჩახვალთ შიგ, ეძებეთ გარეთ, იმიტომ რომ მატერია გარეთ არის. შიგნი არის მენტალი ასტრალი და მე, მაგრამ გარეთ შეგიძლია ეძებო რა შეგიძლია ეძებო გარეთ ის რაც შენში არ არის. რაც შენშია შეგიძლია გამოიტანო გარეთ და დაარქვა მას სახელი, მაგალითად ჩემს წინ ახლა ხედავ უამრავ რამეს რომ ჩამოვთვალო ერთი რვეული არ მეყოფა ამათი სახელების ჩამოწერის იმდენ რამეს ხედავ ჩემს წინ და რასაც ვერ ვხედავ იმათთვის უბრალოდ რვეული არ მეყოფა ისიც რომ ჩამოვთვალო აი რასაც ფიზიკურში ვერ ვხედავ მაგრამ არსებულია და ასტრალი კი რომელიც არის ველი რომელ ველშიც ჩვენ ერთმანეთს ვუკავშირდებით არც იმისთვის არ მეყოფა მე რვეული რომ ჩამოვთვალო ახლა მე ვისთან ვარ კავშირში. მარტივია ყველაფერი, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ტივიზე გვაქვს საუბარი, ტყუილად არ დაარქვეს ტელევიზორს ტივი, ის არის გამომჟღავნებადი. იმ დაჭერილი სიგნალებისა და სიხშირეებისა, რომელიც ჰაერში დაფრინავს, უბრალოდ შენ ვერ ხედავ, სანამ არ გაქვს მოწყობილობა, რასაც ქვია ტივი, ანუ ტელევიზორი. ტელეპატია, ტელევიზორი და მე ვუწოდებდი ტელეპატია, ხო? თქვი უკვე ტელეპატია, მაგრამ ტელეპატიის გარდა და ტელევიზორის გარდა კიდევ არსებობს ერთი ტელე, რომელიც არის გრძნობებთან დაკავშირებული, მესთან დაკავშირებული. ამას ალბათ, რა ვიცი, ტელეფონი ქვია? ფონზე გავედით? ერთი სიტყვით, მეგობრებო, ჭკუოსანი ადამიანები მიხვდებიან ოს მნიშვნელობას და იმასაც თუ რატომ ეწოდება დედუფალს დედუფალი და არა დედოფალი. დედოფალი, მეგობრებო, შეგვიძლია ნებისმიერ ქალბატონს დავარქვათ, რომელიც არის არა დედა, მაგრამ დედის პოტენციალით. დედუფალი კი არის დედა, რომელსაც უკვე ყავს ბა და რომელმაც უკვე შვა ბა. ანუ დედა, რომელიც უკვე პოტენციური დედაა. ჩვენ პირდაპირ მნიშვნელობით მამაკაცებს ვერ გავაგებინებთ იმ მომენტს, როდესაც იშვება ბა, ანუ როდესაც ჩვენ რამდენი 250 თუ რამდენი ძვლის შეკვრა გვაქვს ჩვენ სხეულში, რამდენი ძვალიც ერთმანეთს უკავშირდება. მშობიარობის მომენტში ეს ძვლები ყველა ერთმანეთს შორდება, ანუ იხსნება ყველა ძვალი. და როდესაც ყველა ძვალი იხსნება, მეგობრებო, ამას აღწევენ მღვდლები, აი ძალიან იშვიათად, რომ ოდესმე მათ ტვინი გაიხსნათ, ანუ თავი ცანი გაიხსნათ, მაგალითად ის მეოთხე ხაზი, რომელიც შუბლის თხემში არის მოთავსებული, შუბლის ნაწილში არის მოთავსებული, ის ძვლები გაიხსნათ. და როდესაც ის ძვლები გადაიხსნება, მაშინ მათ უკვე ხელდასმულებს უწოდებენ და შეუძლიათ ადამიანებს, რომ ხელდასმული მღვდლები უწოდონ მათ, ეპისკოპოსები. თუმცა საკითხავია, არიან ისინი თუ არ არიან აი ამ საკითხის მფლობელნი. თუმცა ყველა დედუფალი, ანუ ყველა პოტენციური დედა, რომელმაც შვა ბა, მას აქვს
მატრიარქატის წოდება. ნებისმიერ მღვდელს შეუძლია იპოვოს მასში დედა. და ძალიან გთხოვთ ამას შეხედავთ ისე რომ აი დედა და დედის ნაკლებობა დღეს ჩვენს მამაკაცების უამრავ პროცენტში, ხო? შემიძლია ვთქვა 99%-ში დედის სიყვარულის ნაკლებობა აქვს და ამიტომ აწერიათ ყველას დედის ტყუნა. ხო? ტყუნა ნიშნავს იმას, რომ ტანი, ყარი, უნი, ნარი აკლიათ მათ. მათ აკლიათ დედის მიერ მიღებული აღიარების სიტყვა. რატომ ნეტა, თუ იცით? რამე თუ ჩვენ მოგვათავს ეს ისეთ მატრიცაში, რომელ მატრიცაშიც გვგონია, რომ ერთმანეთს უსიტყვოდ ვუგებთ, მაგრამ ჩვენ ძალიან გვჭირდება, მეგობრებო, მეტყუელება. იმიტომ რომ თუ ჩვენ სიტყვით არ ვუთხარით ერთმანეთს, თუნდაც მე შენ მიყუ არ ხარ, ხო? ჩვენ ვერ გავაგებინებთ ერთმანეთს რა არის სიყვარული და რას ნიშნავს ეს. გესმით? და დედები შვილებს ძალიან იშვიათად ეუბნებიან, მით უმეტეს 90-იან წლებში მიყუ არ ხარ, ანუ კი არა აძლევენ მათ, შეიძლება სიტყვას აძლევენ, მაგრამ არა სიტყვას, მეგობრებო. სიტყვა მოკლებულია. მიყუ არ ხარ ნიშნავს და ადასტურებს იმას, რომ ადამიანი არის, დგას შენ წინ და შენც მას უყურებ. ანუ თქვენ არსში ხართ ორივე და ორივე დგახართ პირისპირ და არა მხოლოდ მე. დედიკოთი რომ მიუმართავთ ხოლმე ბავშვებს, ხო? დედიკო, მოდი აქ, დედიკო, მიდი იქ, დედიკო ეს გააკეთე, მეც ასე ვაკეთებ ხოლმე, დედიკო. მაგრამ სიტყვა მიყუ არ ხარ, ხო? მიყუ არ ხარ. აბა გაიხსენეთ ბოლოს, როდის უთხარით თქვენ შვილებს. და საერთოდ გითქვიათ თუ არა თქვენი შვილებისთვის ეს სიტყვა. და თუ არ გითქვიათ ეს სიტყვა თქვენი შვილებისთვის, ჩათვალეთ, რომ ისინი აუცილებლად დაიწყებენ ამ სიტყვის გამოთქვას, რომელსაც ქვია დედის ტყუნა. გესმით? არ მიგვირს, ამ ყველაფერს ჩაღრმავება სჭირდება და გაცნობიერება, გესმით? გაცნობიერება. მაგრამ თუ გაცნობიერებული ვერ გავიდა ხალხში, მაშინ მას ქვია დატყუევებული სიტყვა, რომელიც აი დღემდე უკვე ამბიონებიდან მხოლოდ ერთი და იგივე ისმის, რომ ჩვენ უნდა ველოდოთ ვიღაცის მოსვლას, რომელიც უკვე ჩვენშია. აჰა, ქართველებო, რატომ მოგვიხადეს მადლობა ამბიონებიდან? კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ გადადეთ 10 წლით მეორეთ მოსვლა. რატომ? იმიტომ რომ შენ მე ვერიცანი. ვერცანი შენი ენა, რომელიც ღმერთი სახით შენშია და რომელიც უნდა გაცოცხლდეს შენ მოქმედი, იგივე შემოქმედი ხარ. არ ხარ შენ მოქმედი, მას არ ხარ შენ შემოქმედი. მას გითხრა სიტყვამ, რომ ქართველთ ხართ უფალიო, უნის ფალი ხართო, გესმის? ფარანი ლიხართო, უნის ფარანი ხართო. და თქვენ თუ არ იცით უნი რა არის და ხედავთ მხოლოდ წრეს, მასში მოთაშლებულ წრეს და წრის მნიშვნელობაც არ იცით რა არის და ვერ ფლობთ, ესე იგი, წმინდა გეომეტრიის მნიშვნელობას,
მაშინ რა თქმა უნდა ჯერ კიდევ მკვდარია მე ცანატი და სწორედ მე ცან 10 სადაც გადადის მე-10 რიცხვით რიგით მნიშვნელობაში ვერც ეს ესმის რას ნიშნავს რატომ უნდა გადავიდეთ მე-10-ში და არა პირველში და რატომ ქვია 1-იანს და 0-იანს მე-10 და არა პირველი აი ასე მეგობრებო თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი სიტყვა გაშალოთ, ჩაზუმოთ და მათი მნიშვნელობები გაეცნოთ. და თქვენ ნახავთ, რომ ძალიან ბევრი სიტყვა არის დატყუევებული. ტყუევებული. გადაკეთებული, რეალებული და ბნელი ნათლად და ნათელი ბნელად მოჩვენებული. სწორედ ეს უნარი გააჩნია ილია მეორეს, როცა ჩვენ ვერ გაგვაგებინა, რომ მე მაქვს უნარი, რომ თეთრზე ვთქვა შავი და შავზე ვთქვა თეთრი და ეს თქვენ დაიჯეროთ. ძალიან დიდი უნარის მქონე ადამიანი ყოფილა ილია მეორე, როდესაც კაცობრიობა დააჯერა, რომ ის არის უწმინდესი და უნეტარესი. უწმინდესი და უნეტარესი. დიახ, სწორედაც რომ უში გამოიკეტა ყველა ის წმინდა და ნეტარი და მას წაერთვა უნარი. ასე რომ ჩემოკარგებო, რაც გაიგეთ, თუ ვერ გაიგეთ, ყურები არ გაქვთ ჯერ მობმული და თვალებიც არ გაქვთ ჯერ ახელილი და თუ გაიგეთ, თქვენ თვალებიც გაქვთ და ყურებიც ერთდროულად და ცოცხლები გეწოდებათ. კარგად იყავით მეგობრებო, თუ კითხვები გაგაჩნიათ, დამიშვით კითხვები და მე ამ კითხვებზე პასუხს გაგცემთ. გცემთ, იცოდე. გაგცემთ. ზოგი ალბათ ფიქრობს ეს გოგრებს, ბოდავს. ხო, ვინც ასე ფიქრობთ, მეგობრებო, ჩემი რჩევა მინდა მოგცეთ. ჯერჯერობით თუ არ გესმით რას ვლაპარაკობ, ესეთი რამე არ თქვათ, რომ ეს რებს ბოდავს. როგორც კი ამას იტყვით, თქვენ ვეღარ გაიგებთ იმას, რას ვლაპარაკობ, ვერცერთ დროში. მაგრამ თუ თქვენ უბრალოდ გათიშავთ და იტყვით, რომ ჯერ არ მესმის ეს რას ლაპარაკობს და როდესაც გაგეხსნება, მერე მიხვდები, რომ აი თურმე რას ლაპარაკობ და ხო? კიდევ შენ თავს უტოვებ იმის შანსს, რომ შენ გაიგო, რომელიღაც დროში შეიძლება 800 წლის მერე, მაგრამ მაინც. ხო? 800 წლის მერე შენი ფიზიკური ალბათ 1-5 იქნება გამოცვლილი, ან 1-8 ან შეიძლება 9 ან 12 მაგრამ თავარია შენი შინაგანში რა დაიმახსოვრე. შენმა გიგაბაიტმა, მეგაბაიტმა თუ ტერაბაიტმა რამდენი დაიტია. და რამდენის ამტანიანი სივრცე გაქვს შენს გულის სივრცეში. განი ულის სივრცეში. გესმენით, რამდენ განზე ხარ გასული. შენ ხო ეს ჯერ არ იცი. ან მე რამდენ განზე ვარ გასული, შენ ხო ეს ჯერ არ იცი. ამიტომ თუ რამე არ გესმის ჩემს საუბარში, ხომ? იცოდე რომ ამას აუცილებლად გაიგებ. რომელიმე დროში აუცილებლად გაიგებ. შანსი არ არის რომ არ გაიგო. შენ აუცილებლად გაიგებ. იმიტომ რომ ეს ისეთი რამეა, რომ ამას ვერ აცდები, ამან შეგვქმნა ჩვენ და ჩვენ რამაც შეგვქმნა, ის აუცილებლად უნდა გაიგოს ერთ დროს კაცობრიობამ. ამიტომაც
შემოკარგებო, აუცილებლად იზრუნეთ იმაზე, რომ ზემოდან კი არ შეხედოთ ამ საკითხს, რას ვლაპარაკობ, რო არ გესმით. ეცადეთ, ჩაეძიეთ, რას ვლაპარაკობ, ბიჭო, იქნებ რა არის, რას ვლაპარაკობ, ხო? იქნებ რას ვბოდავ, ხო? გაიგეთ ჯერ რას ვბოდავ. აბა თქვენ იცით. და სიტყვა ბოდვაც საინტერესოა სხვათა შორის.